რას ნიშნავს ქალის ისტერიკა? რა უნდა ქნა თუ ქალი ისტერიკებს აწყობს? როგორ უნდა მიხვდე ის მაგით მანიპულირებს, თუ ეგ მისი ბუნებრივი მდგომარეობაა? მოდით ყველაფერი თავის ადგილზე დავალაგოთ და თანმიმდევრულად მივხვდეთ. არსებობს ორი ტიპის ისტერიკოსი ქალი. პირველი არის მებრძოლი ისტერიკოსი, რომლის სუპერძალაც არის თავისი ისეთ დონემდე დატომბვა, რომ მომენტალურად რადიკალურად იცვლება ხოლმე. როგორც წესია, მაგ სიტუაციასთან ახლავს ცრემლები, ჭულინტები და ლამის თვალებში დამსკვდარი კაპილარები. მათ შორის მაგ დროს ხელითაც კი შეიძლება შეგეხოს. ამავდროულად მისი ისტერიკის მიზეზი კი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მიზერული რამ. მაგრამ მთელი მისი სუპერძალაც იმაში მდგომარეობს, რომ მაგ მიზერის კოსმიურ მასშტაბამდე გაბუქება შეუძლია. რატომ მუშაობს ქალის ისტერიკა ასე ეფექტურად? სინამდვილეში პასუხი მარტივია. იმიტომ რომ იმ მომენტში ის თავის თავს რეალურად აჯერებს, რომ შენ მას სასიკვდილოდ აწყენინე. მას მაგ ტყუილის გულწრფელად სჯერა. ეგ კი არის არასწორი ნიჭი, რომელიც პრაქტიკით ვითარდება. გამოდის, რომ მას უკვე საკუთარი თავის მოტყუების საკმაოდ მსუყე ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. შესაბამისად, როდესაც ის ისტერიკას გიწყობს, მას 100%-ით სჯერა იმის, რომ შენ ხარ მტყუანი. და აქ მთავარი პრობლემა მაგაში არ არის, რომ ქალი მიზერს აბუქებს, იჯერებს და ისტერიკებს აწყობს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის ძალიან დამაჯერებელია, ეს ერთი. მეორე კი ის არის, რომ დაძაბულ ემოციურ ფონს ქმნის. და ეს ორი რამ ერთდროულად, როდესაც გეჯახება, სიტუაციის ადეკვატურად აღქმის უნარს გითიშავს და შენც იჯერებ იმას, რომ შენ ხარ დამნაშავე. შენ ფიქრობ, ეტყობა რეალურად რაღაც დავაშავე. ანუ აქ მთავარი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ კაპასი ქალი თავისი პოზიციის ისწორის არგუმენტებითა და მსჯელობით ახსნას არ ცდილობს. პირდაპირ ემოციებით გიტევს. ის იმასაც გეტყვის, შეხედე ეს რა მიქენი, რას დამამსგავსეო. მისი ლოგიკის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მეტად ჩავარდება ემოციებში, მით უფრო მართალია. კაპასი ქალის მოცემულ ვითარებაში მთავარი არგუმენტი იმაშია, რომ ის აბსოლუტურად უბედურია შენთან. ის ისეთი აზრის ტრანსლირებას ცდილობს, რომ მისი შენდამი სიყვარული არის მისი მხრიდან სერიოზული თავგანწირვა. იმიტომ რომ შენი სიყვარული მტკივნეულია, არაკომფორტულია და შენ ცოტა ვერ ხარ მატორზე. მაგრამ მაინც უყვარხარ და მაგის გამო იტანს მაგ ყველაფერს. და როდემდე შეძლებს მაგის ატანას თვითონაც არ იცის. მისი ეგ ძალა ამოწურვადია და შენი არასწორი ქცევა მის შენდამის სიყვარულს ოდესღაც აჯობებს. დაახლოებით ასეთი აზრის და შეგრძნების ტრანსლირებას ცდილობს, რითიც შენ კიდევ უფრო გაბნევს და რეალურ პრობლემას გაშორებს. ამ ყველაფერს ზემოდან ისიც გაბნევს, რომ ქალი ურთიერთობის დასაწყისში ეგრე არ იქცეოდა. შენ მაშინ უბრალოდ ის ფაქტი დააფიქსირე, რომ კი ბატონო, ეს ქალი არის თავისებურად ემოციურიო. ისტერიკები კი მოგვიანებით დაიწყო. და ბუნებრივია, რომ გაბნევს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ ერკვევი ამ საკითხში და გგონია, რომ ის ადრემ ასეთი არ იყო. რეალობა კი ის არის, რომ საკმარისი ცოდნის საფუძველზე ქალის სამომავლო ქცევის მოდელი მარტივად პროგნოზირებადია. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ისიც არის, რომ მის ყველაზე ახლო გარემოცვაში მყოფმა ადამიანებმაც კი არ იციან, რომ ის სინამდვილეში კაპასია. ანუ თუ ვინმე გვერდიდან ნახავს თქვენს კონფლიქტს და მის ემოციურ რეაქციას, ეგრევე შენ დაგადანაშაულებს და ეჭვის თვალით შემოგხედავს. იტყვის, რომ რა უქენი ამ ქალს, რად გადააქცია ეს ადეკვატური გოგონაო. გამოდის, რომ თუ შენ კაპას ქალს ხვდები, შენ მაგ სიგიჟესთან ერთ-ერთზე ხარ. მისი დაქალები შენ ვერ გაგიგებენ, პირიქით განგსჯიან. მისი მშობლები ყოველთვის მისკენ იქნებიან. შენი ძმაკაცებიც კი, მაქსიმუმ გითანაგრძნობენ. მაგრამ თქვენი ურთიერთობის და შენი განცდების ბოლომდე გაგებას ვერ შეძლებენ. მებრძოლ ისტერიკოს ქალს კი ძალიან მარტივად შეუძლია, რომ სხვა მამაკაცზე გადაერთოს. იმიტომ რომ თავიდან ის სიჩქარეს კრებს და როდესაც მაქსიმუმამდე ავა, შემდეგ უკვე უცებ აზრზე მოდის. შეუძლია წავიდეს საჭმელი ჭამოს, ან დაქალს დაურეკოს და ვითომც არაფერი მომხდარა საყვარლად დაელაპარაკოს. შენს მიმართაც კი შეიძლება სინაზე გამოიჩინოს. იმიტომ რომ უკვე კარგად გრძნობს თავს. აი შენ კი ემოციურად გამოფიტული ხარ. დარწმუნებული ვარ, რომ გაინტერესებს, როგორ უნდა შეაჩერო მისი ისტერიკა. მისი დაწყნარება დარწმუნებული ვარ, რომ არაერთხელ გიცდია და ხვდები, რომ ეგ არ მუშაობს. რომც დააიგნორო და ყურადღება არ მიაქციო, ის კიდევ უფრო დიდ ისტერიკას მოაწყობს, რომ შენი რეაქციის პროვოცირება მოახდინოს და შემოგითრიოს მაგ არაადეკვატურობაში. შესაბამისად, პრაქტიკა მაჩვენა, რომ ასეთ ვითარებაში მხოლოდ ერთი მეთოდი მუშაობს ყველაზე ეფექტურად. უბრალოდ თავი უნდა მოემკვდარუნო. ანუ უნდა აჩვენო, რომ ცუდად ხარ. რაღაც გული აგიკანკალდა, სიტყვებსაც კი ვერ კრავ წესიერად. ფანჯარა გამოაღე, ჰაერი არ მყოფნის, გული მაქვს ცუდად და ნუ რაღაც ამგვარი. კი, ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაგ ვითარებაში მეტი ვარიანტი არც გაქვს. მხოლოდ ეს მეთოდი დაანგრევს მის სცენარს. ის დაანებებს თავს საკუთარი თავის დატომბვას და შენ მოგაქცევს ყურადღებას.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რაც არ უნდა დამაჯერებლად ქნა ეგ, მას შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რომ შენ რეალურად ცუდად ხარ. შეიძლება გითხრას, რომ იტყუებიო. არა და შენ არ მიგიცია იმის საბაბი, რომ იტყუებოდე, ამას პირველად აკეთებ. ის კი არ არის პოლ ეკმანი, რომ იმდენად კარგად გამოიცნოს შენი ტყუილი, რომ შენი ჯანმრთელობა რისკს ქვეშ დააყენოს და ეგ ყველაფერი გაგიუფასუროს. შესაბამისად, თუ ის მასე იზამს, მაგას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ის თვითონვე იქცევა მასე. საკუთარი გამოცდილების პრიზმიდან გიყურებს. შესაბამისად, ეგ იქნება შენთვის 100%-იანი დასტური იმისა, რომ ის ყოველჯერზე თავისივე ხელით დგამს სპექტაკლებს და მაგ ემოციებით იკვებება. კიდევ ერთ დაკვირვებას გაგიზიარებ. როდესაც შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, გარკვეულ სტაბილურობას, ჰარმონიას მიაღწიე და ასე თუ ისე დაალაგდა ყველაფერი. აი ამ მომენტში ძალიან მძაფრად და მკაცრად შემოგიტევს და ეცდება, რომ შენში ემოციური ატრაქციონი მოაწყოს. ხოლო როდესაც ავად ხარ, ან რაღაც კრიზისია შენს ცხოვრებაში, ის ეგრევე დასახმარებლად გამოიქცევა და ძალიან მზრუნველი იქნება. გამოდის, რომ ასეთი ტიპის ქალი ერთის მხრივ გვერდში გიდგას, მეორეს მხრივ კი ხვდები, რომ მასთან ჰარმონიული ურთიერთობა უბრალოდ არ გამოგივა. მოკლედ, გადავიდეთ მეორეზე. მეორე ტიპაჟი არის ლატენტური ისტერიკოსი. ანუ ის ყველა იმ ემოციის, რასაც აბუქებს, შეკავებას ცდილობს და ზოგჯერ შეიძლება ამოხეთქოს ხოლმე. მაგრამ ეგ ამოხეთქვა მებრძოლი ისტერიკოსის სიხშირით არ ხდება. ანუ ამ შემთხვევაში ის ზუსტად იგივენაირად აბუქებს მიზერებს და იტუმბავს თავს, მაგრამ ამას შენ არ გაჩვენებს. გარკვეული დროის მანძილზე ეგ ემოციები, ფანტაზიები და შიშები გროვდება მის თავის ქალაში. და თავისთავად ერთ მშვენიერ დღესაც უცებ ბუთქავს ხოლმე. ასეთი ტიპაჟის ქალების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული ცოდნისა და გამოცდილების გარეშე მათი ქცევა რეალურად არაპროგნოზირებადია. ერთი კვირის წინ ყველაფერი იდეალურად იყო, არც სიყვარულს და არც ზრუნვას გაკლებდა. შემდეგ კი უცებ ბუთქა და უცებ დისტანციაზე გავიდა. და ეგ ყველაფერი ხდება რაღაც მიზერულის, რაღაც უაზრობის გამო. და თავისთავად ყველაზე მეტად შენ შოკში გაგდებს მისი ქცევის კონტრასტი. ანუ გუშინ მისთვის საყვარელი და თუნია იყავი, დღეს კი ისე გექცევა, რომ თითქოს ვიღაც უცხო ადამიანი ხარ მისთვის. იმიტომ რომ ამ მომენტში შენ ისეთი შეგრძნება დაგაუფლა ქალმა, რომ შენ სრული თავდაჯერებულობა გაქვს იმისა, რომ ის უკან დაუხედავად დაშორებაზეა წამსვლელი. შენ ფიქრობ, ეტყობა მართლა რაღაც ვაწყენინეო. ბოდიშიც კი შეიძლება მოუხადო და პატიებას თხოვო. მაგრამ ეგ ეგრე არ მუშაობს. და შენც ხედავ მაგას, რომ არ მუშაობს. შენ შეიძლება ისიც კი უთხრა, რა გავაკეთო მითხარი, რომ მორჩეს ეს ყველაფერი და იმშვიდ რუტინულ და სიყვარულით სავსე ეპიზოდს დაუბრუნდეთო. მაგრამ რა თქმა უნდა, შენ ვერ მიიღებ ვერანაირ ადეკვატურ პასუხს. ჩნდება კითხვა. ასეთი სცენარის შემთხვევაში როგორ უნდა მიხვდე, ის მანიპულირებს თუ უბრალოდ მასეთია? სინამდვილეში ორივე ერთად არის. ის მასეთია და ის მანიპულირებს. და მასაც, როგორც მებრძოლ ისტერიკოს, თვითონაც სჯერა თავისივე ტყუილის. და ასეთი ტიპაჟის ქალებს, ყველანაირი ხუმრობის გარეშე, პოლიგრაფის მოტყუებაც კი ძალიან მარტივად შეუძლიათ. იმედი მაქვს ხვდები ეს რასაც ნიშნავს. ნებისმიერი კაპასი ქალი, თავის არაადეკვატურ ქცევას აუცილებლად შენთან დააკავშირებს და შენ დაგაბრალებს. შეიძლება ისიც კი განიშნოს, რომ სხვა მამაკაცებთან ეგეთი პრობლემა არ ჰქონია. ისტერიკოსი ქალი იქამდე მალავს თავის მაგ სუპერძალას, სანამ ის ეგრძნობს სიტუაციას, რომ შენ უპრობლემოდ შეგიძლია დაიკიდო ის. და როგორც წესი, ეგ ურთიერთობის საწყისი ეპიზოდია. ხოლო როდესაც უკვე რამდენიმე წელია ერთად ხართ, როდესაც უკვე ის ეგრძნობს სიტუაციას, რომ შენი კვერცხები ტყვედ ჰყავს აყვანილი, მორჩა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე საერთო შვილები გყავთ. რა აერთიანებს ყველა კაპას ქალს? მათ ძალიან მკაფიო შინაგანი შიშები აქვთ, რომ შენ შეიძლება სხვა ქალისგან, კარგი ქალისგან, კომფორტული ურთიერთობა მიიღო. თუმცა ყველანაირად ცდილობენ მაგ შიშების დამალვას. ზუსტად ამ მიზეზით ისინი თვინიერი და დამჯერი გოგონების არა პირდაპირ, არამედ მზაკვრულად კბენას და დამცირებას ცდილობენ. ზუსტად ამ მიზეზით ის შენში იმ აზრის დაბეტონებას ცდილობს, რომ შენ როგორც მას, არასდროს არავის ყვარები ხარ და ვერც ვერასდროს ვერავის შეუყვარდები. ხოლო თავის მაგ ეგრეთ წოდებულ სიყვარულს შემოქმედებითი გზებით კი არ გაჩვენებს. უბრალოდ მის შენდამინებას და სხვადასხვა ემოციების ინტენსიურობას უსვამს ხაზს. იდეაში ლოგიკურია, რომ თუ გიყვარვარ, გახადე ურთიერთობა კომფორტული, რომ შენთან თავი კომფორტულად ვიგრძნო. დაუთმე მამაკაცს, ნუ ებუტები უაზრობებზე, ნუ პროვოცირებ მას. მაგრამ კაპას ქალთან ეგ ეგრე არ მუშაობს. ის თავის შენდამის სიყვარულს სხვანაირად ხსნის. მან შეიძლება დაახლოებით ასეთი ფრაზები გითხრას, რომ მე შენს გარეშე ფიზიკურად ცუდად ვგრძნობ თავს. ან შეიძლება იტიროს კიდევაც, იმიტომ რომ ენატრები. მოკლედ დასკვნა. ისტერიკოს ქალთან ურთიერთობის შემდეგ მამაკაცი ობიექტური რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარს კარგავს.
მამაკაცთა ერთ კატეგორიას ყველგან პრობლემური, მანიპულატორი ქალები ელანდება და შედეგად შეიძლება ცუდად მოექცეს კარგ ქალს. მეორე კატეგორია მაგ კაპასი ქალის მიმართ მიჯაჭვულობას ვერ იშორებს. იმიტომ რომ ქალმა სერიოზული დანაშაულის გრძნობა დაუტოვა და ისე მიატოვა. მესამე კატეგორია კი უკვე ავტომატურად, არაცნობიერად ისევ მასეთ ქალს ეძებს. იმიტომ რომ მაგ არაადეკვატურობის საპასუხოდ მისმა ფსიქიკამ გარკვეული შინაგანი ბალანსი დაასადგურა მის ბიოქიმიაში. პირველი რასაც გირჩევთ ჩემო მეგობარო, თავს ნუღარ იტყვები მისთვის რომ არ გამოხვიდე მაგ კომფორტის ზონიდან. და გასაგებია რომ ეგ არც არის კომფორტის ზონა. ეგ არის დიდ სტრესსა და პატარა სტრესს შორის არჩევანი. ჩვენი ფსიქიკა ისე არის მოწყობილი რომ თვითშენარჩუნებისთვის ავტომატურ რეჟიმში მინიმალური სტრესით ცდილობს გამოძრომას. შენ ახლა ავტოპილოტზე ხარ. მაგრამ ამ ვითარებაში ფსიქიკის ეგ ავტომატური რეაქცია უარესად დამაზიანებელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. გრძელვადიან სტრესს ქალის ფსიქიკა მარტივად უმკლავდება და არაფერი სერიოზული ზიანი მას არ ადგება. უბრალოდ მცირედი დისკომფორტია ეგ მისთვის. მაგრამ ქალს არ შეუძლია პიკური სტრესის გადალახვა, იმიტომ რომ პიკურ სტრესზე ნორადრენალინი არის პასუხისმგებელი, რომელიც ქალის ბიოქიმიაში ძალიან მცირე დოზით გამოიყოფა. შენი ფსიქიკა კი არ არის გრძელვადიან სტრესზე ადაპტირებული. გრძელვადიანი სტრესი შენს ფსიქიკას ნელ-ნელა ანადგურებს. მაგრამ სამაგიეროდ შენ გაქვს ის სუპერძალა ნორადრენალინის სახით, რომელსაც არ იყენებ. შენ შეგიძლია რეალობას თვალი გაუსწორო, თავი აღარ იტყუო, ერთიანად დიდი სტრესი მიახენო შენს თავს და გადაამტვრიო შენი ძველი, სუსტი ვერსია. მაგრამ ამას არ იყენებ. დაიმახსოვრე ეს პრინციპი, რომ სუსტი მამაკაცი ზის და რა უბედური ვარო განიცდის. ძლიერი მამაკაცი კი ხვდება, რომ სტრესი და დეპრესია არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ყოველ ჯერზე ცდილობს გამკლავებას. შესაბამისად პირველი რასაც თვალი უნდა გაუსწორო არის ის, რომ შენ ახლა ხარ სუსტი. ქალისთვისაც დამწყების სირთულის ხარ და მარტივად მართვადი ხარ. ამიტომ მალევე კარგავს შენს მიმართ ინტერესს და მაგიტომ გამოდის მწყობრიდან. პირად კონსულტაციებზე მე ამას ფიზიკურ ვარჯიშს ვადარებ ხოლმე. დამწყები რომ მივა დარბაზში და ივარჯიშებს, შემდეგი დღეების განმავლობაში მას კუნთების ტკივა. ზოგი მაგ ტკივილს იმდენად ვერ უძლებს, რომ ტკივილგამაყუჩებელსაც კი სვამს. ხოლო სტაჟიან მოვარჯიშეს კი პირიქით სიამოვნებს ეგ ტკივილი. იმიტომ რომ ზუსტად იცის რაც იმალება მაგ ტკივილის უკან. ზუსტად იცის რომ მას კუნთები გაეზრდება და ის კიდევ უფრო გაძლიერდება. ცოდნა კი, როგორც ამბობენ, ძალაა. ამიტომ დღეიდან შენ უკვე იცი რომ შენ ხარ სუსტი. და ისიც იცი რომ შეგიძლია გაძლიერდე. შესაბამისად დღეიდან შენ აღარ გეპატიება თუ ისევ მასეთივე სუსტი დარჩები. თუ თქვენ ჯერ არ გყავთ საერთო შვილები, მაშინ ისედაც იცი საიდანაც უნდა დაიწყო. ხოლო თუ უკვე გყავთ საერთო შვილები, მაშინ შენ ვალდებული ხარ რომ ეს საკითხი კარგად შეიმეცნო. და როდესაც სუსტად გეცოდინება რა ხდება, რატომ ხდება და რისთვის ხდება, გეცოდინება ისიც თუ როგორ უნდა მართო სიტუაცია. და არა მხოლოდ მართო. შეძლებ რომ გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციო და დროულად გქონდეს სწორი და ეფექტური რეაქცია რომ ქალი აღარ გამოვიდეს მწყობრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ როგორც მინიმუმ 2 ვიდეო კურსის შემეცნებას. ყველაფერი ქალების შესახებ და ურთიერთობის მმართველი. ვიდეო კურსების კატალოგის ბმული აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად და პირად ან ონლაინ კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერე WhatsApp-ზე.